BMW მე-6 თაობის მესამე სერია. კლასიკა სედანი F30. უნივერსალი F31. შედარებით იშვიათი GT F34, რომელიც 20 სანტიმეტრით გრძელი იყო სედანზე. და მესამე სერიის ევოლუციის მწვერვალი M3, რომელსაც ცალკე ნომერი აქვს F80. BMW-მ ამ თაობაში დაარღვია თავისი ტრადიცია. კუპე და კაბრიოლეტი გაიყვანა ცალკე მე-4 სერიაში, F32 და F33 შესაბამისად. თუმცა ამ ვიდეოში ნახსენები ინფორმაცია ამ მანქანებზეც გარკვეულწილად ვრცელდება. ვიზუალი არის F30-ის უდაოდ ძლიერი მხარე. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ამ ავტომობილის ქარხნულ პაკეტებს და მოდიფიკაციებს და ნაკლები ყურადღება იქნება არაქარხნულ დეტალებზე, რითაც გაჯერებულია ბაზარი. არსებობს F30-ის შემდეგი პაკეტები: ლაქშერი, რომელიც იყო მაქსიმალურად სადა და ელეგანტური, ქრომი ექსტერიერში და ხის მასალები ინტერიერში. აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობდა F35 long ვერსია, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იწარმოებოდა. მოდერნი იყო პაკეტი, რომელიც არაფერი განსაკუთრებულით არ გამოირჩეოდა გარდა ღია ინტერიერისა. და ალბათ მაგიტომ 2015 წლის რესტაილინგის მერე ის გაუქმდა. სპორტ პაკეტს ჰქონდა ყველაზე დინამიური ვიზუალი. ის გამოირჩეოდა შავი ინტერიერით, წითელი დეტალებით, მუქი ქრომის მაყუჩით. აქვე შევეხოთ რესტაილინგს, რომელიც 2015 წელს მოხდა. რესტაილინგამდე F30-ებს ჰქონდათ მხოლოდ ჰალოგენის და ქსენონის ფარები. რესტაილინგთან ერთად შეიცვალა ფარების ფორმა, ის გახდა LED, თუმცა საბაზისო ვერსიებში ჰალოგენი მაინც შენარჩუნდა. შეიცვალა ასევე წინა ბამპერის ფორმა, რომელიც უფრო დახვეწილი გახდა. უკანა მხარესაც გვაქვს ცვლილებები. რესტაილინგამდე გვხვდება ინკანდენსატური ნათურები. უკანასვლის თეთრი შუქი გვაქვს ზემოდან. რესტაილინგში კი ის ქვემოთ გადაინაცვლა და ზოგადად უკანა სტოპები უფრო ლამაზი და დახვეწილი გახდა. უკანა ბამპერმაც განიცადა ცვლილება. შეიცვალა დიფუზორიც და წყვილი მაყუჩიც. ცალკე თემა არის M Sport პაკეტი, რომლის ბამპერები რესტაილინგთან ერთად არ შეცვლილა. ეტყობა BMW-მ ჩათვალა, რომ მისი ფორმები ისედაც იდეალური იყო. წინა და უკანა ბამპერების გარდა M პაკეტს ჰქონდა ასევე განსხვავებული კარნიზი, დიდი სპორტული ლამაზი დისკები. ზოგადად მანქანებში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საჭე, როგორც წესი, 6 და 5 ინჩიანის მაგივრად, 8 და 8 ინჩიანი დიდი მონიტორი და დიდი iDrive-ის ჯოისტიკი. ჰარმან კარდონი უბრალო აუდიო სისტემის მაგივრად, სხვა უბრალო პაკეტებისგან განსხვავებული, ბევრად მოხერხებული და კომფორტული სავარძლები და ბონუსად შავი ჭერი და ასევე სპორტული დაკიდება. M პაკეტებზე ასევე ხშირი იყო shadow line, რაც გულისხმობდა შავ პრიალა ფანჯრების კანტებს, კარებშუა ჩარჩოებს, სარკეებს, ცხაურასა და მაყუჩებს. F30-ში პირველად BMW-ის ისტორიაში შემოიტანეს კაპოტის გაღება სახელურის ორი მოძრაობით. აწი საჭირო არ არის კაპოტის ქვეშ G წერტილის ძებნა, F სერიის ძრავები. პირველი რაც აღსანიშნავია, თუ ადრე BMW-ზე მიკრული 3 ციფრიდან პირველი იყო სერია და მომდევნო 2 ძრავის მოცულობა, F სერიაში ბოლო 2 ციფრი არ შეესაბამება ძრავის რეალურ მოცულობას. ამით უფრო აღინიშნება კონკრეტული მანქანის პოზიცია BMW-ს იერარქიაში. ზოგადად F30-ში ყველა ძრავი არის ტურბინით. უმცროსი ძრავი 1 და 6 ლიტრიანი N13. რომელსაც დაბადებიდანვე ახასიათებს ზეთის ჭამა, ცეპის დაჭიმვა, ცილინდრების ცვეთა უკვე 120,000 კილომეტრზე. ეს ძრავი ნაკლებად არის რეკომენდირებული საყიდლად. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძრავი N20, რომელიც ჯობია N13-ს, თუმცა აქვს თავისი პრობლემები. ცეპის პრობლემა 100,000 კილომეტრზე არსად არ წასულა, პრობლემური ზეთის ნასოსი, ტურბინის მთავარი კლაპანი, გაგრილების სისტემა, რომელიც ზოგადად სხვა მოდელებსაც ახასიათებს. კარგი ზეთის დროულად გამოცვლის და ტემპერატურის კონტროლის შემთხვევაში საკმაოდ ნორმალური ძრავია. N55 წკრივში განლაგებული 6 ცილინდრით. N20-ის მსგავსი ძრავია, თუმცა გაუმჯობესებული. აქვს ზეთის ჭამის პრობლემა და მალფუჭებადი ფარსუნკების. ასევე მალფუჭებადი არის ბენზინის მაღალი წნევის ნასოსი. საერთო ჯამში N55 არის ნორმალური ძრავი. სხვათა შორის N55-ის ბაზაზე არის აწყობილი M3-ის S55
ძრავიც. 2015 წლის შემდეგ განახლდა ყველა ძრავი. უმცროსი ძრავი არის 3 ცილინდრიანი B38. აღსანიშნავია, რომ BMW i8-ზე ყენდებოდა B38-ის მოდიფიცირებული ვერსია. 3 ცილინდრის მიუხედავად საკმაოდ ნორმალური ძრავი აღმოჩნდა. 4 ცილინდრიანი B48 და 6 ცილინდრიანი B58, რომლებსაც აქვთ ხახუნგამძლე ცილინდრები, მიუხედავად იმისა, რომ ცეპი ძრავის უკან არის განთავსებული, საკმაოდ გამძლე არის. ეს ძრავები არ ჭამენ ზეთს და 2017 წლის შემდეგ კიდევ უფრო გამძლეები გახდნენ. მოკლედ, ტოტალურად რეკომენდირებული ძრავები. რესტაილინგამდე 4 ცილინდრიანი დიზელი N47 იყო ნორმალური გამძლეობის ძრავი. თუმცა ჰქონდა რიგი პრობლემებისა, როგორიც არის ცეპის დაჭიმვა, მოროვის ფლაპების გაბედნვა, ამწე ლილვის დემპფერის გაუმართავობა. 6 ცილინდრიანი დიზელი N47 არის თითქმის იგივე რაც N47, თუმცა გარკვეულწილად უფრო გამძლე. რესტაილინგის შემდეგ დიზელი B47 გაცილებით უფრო მოდერნიზირებული და გამძლე გახადეს. ტრანსმისია F30-ზე ყენდებოდა მექანიკა და ავტომატიკა. წინა S სერიისგან განსხვავებით ძალიან გამომდგარი და გამძლე კოლოფებია. ZF-ის წარმოების 8 HP, შესაბამისად 8 სიჩქარიანი კოლოფი, აგრესიულ და უხეშ მოძრაობასაც უძლებს, კარგად დიაგნოსტირდება და დროულად Z-ის შეცვლის შემთხვევაში 400.000 კილომეტრზე მეტსაც გადის. F30-ის კონფიგურაციებში ხელმისაწვდომი იყო ასევე სპორტული ავტომატური გადაცემათა კოლოფი. თუმცა გამოცდილმა BMW-შნიკებმა იციან, რომ სხვაობა იყო მხოლოდ პროგრამაში და მისი ჩაწერა ნებისმიერ კოლოფზე შესაძლებელია. მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ყველა მოდელზე ყენდებოდა, მათ შორის 6 ცილინდრიან ძრავებზეც. რაც შეეხება ელექტროობას, S სერიასთან შედარებით საქმე აქაც უკეთესად არის. თუმცა არის ერთი მომენტი, რაც აუცილებლად საყურადღებოა. საბარგულში განთავსებული აკუმულატორიდან მომავალი კაბელი, როგორც გამოსვლის ადგილას, ასევე კაპოტის ქვეშ, უფუჭდება იზოლაცია, რაც მოკლე ჩართვების მიზეზი ხდება. რა შეგვიძლია ვთქვათ F სერიის სავალ ნაწილებს. რესტაილინგამდე F30-ებს ჰქონდათ უკანა რედუქტორის პრობლემა. ბურთულებიანი საკის არის, ანუ პაჩოვნიკების გამო და ზოგადად რეკომენდირებულია ყოველ 80.000 კილომეტრში რედუქტორში ზეთის შეცვლა. შესაძლებელია ვიბრაცია ელასტიური მუხტების გამო. 4-ვე წამყვანი სისტემა X-Drive ნაკლებად გამოირჩეოდა გამძლეობით და ზოგადად არ არის რეკომენდირებული საყიდლად. უკვე 150.000 კილომეტრ გარბენზე მას უჩნდებოდა პრობლემები. პნევმაბალიშები F30-ზე არ ხვდება, სამაგიეროდ გვაქვს EDC-ს ადაპტიური ამორტიზატორები, რომლითაც ავტომობილის სიხისტის კონტროლი შეგიძლია. ზოგადად F30-ზე დაკიდების სისტემა გამძლე და გამართული აღმოჩნდა. მესამე სერიის წვრილმანი და არც ისე წვრილმანი პრობლემებიდან სუსტი საღებავი და ლაქი, რომელიც პატარა კენჭებსაც ვერ უძლებდა. ფარების შუშა, რომელიც ძალიან მალე ცვდებოდა. უკანა სტოპებს თავისი უბედურება სჭირდა. გარე ნაწილი ცუდი გერმეტიულობის გამო იორთქლდებოდა. შიდა ნაწილი კი სუსტი სამაგრების გამო ვარდებოდა და დაწებებას საჭიროებდა. გვერდითა სარკეები ხშირი დაკეცვის შემთხვევაში იშლება და შეიძლება ხელში შეგრჩეს. ზეზე ასევე იწვის ლაბავოის ქვედა რეზინი. ჭრაჭუნობდა ასევე უკანა კარის კანტის რეზინის ხუფი, რომელსაც მხოლოდ სილიკონით დაზეთვა შველიდა. ასევე ხშირი იყო კარის ღიობის გარშემო რეზინის გახევა. შეიძლება შეხვდეს კოვრიკების ქვეშ წყალი, რომლებიც კარების იზოლაციის გერმეტიკიდან ჟონავს. F30-ზე საჭი გახდა ელექტრო და ამას მოყვა რიგი სხვადასხვა პრობლემების, როგორებიც არის ელექტროძრავების მოშლა და ჭრაჭუნი საჭის სამაგრი ადგილებიდან, რომელიც ხშირად საჭის მოხსნას და ამ კვანძების კარგად დაზეთვას საჭიროებდა. რაც შეეხება ფასებს, საქართველოში 2025 წლის მდგომარეობით BMW F30-ის ნორმალურ და კარგ მდგომარეობაში 2011-დან 2015 წლამდე ფასები არის 8,000-დან 11,000 დოლარამდე. რესტაილინგები ნორმალურ და კარგ მდგომარეობაში 12-დან 14,000 დოლარამდე. დასკვნის სახით BMW F-თაობის მესამე სერია არის ლამაზი, დინამიური და საკმაოდ გამძლე ავტომობილი, რომელიც გთავაზობს ორიგინალურობას ხელმისაწვდომ ფასად. ყველა არ უწოდებენ თვითონ BMW-ში მესამე სერიას BMW-ს გულს.